ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მტკიცებით ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ნოდარ თურმანიძე 2 დღის წინ კოალიცია ქართული ოცნების ოფისში სამსახურეობრივი ავტომობილით იმყოფებოდა. მიშა ბოლქვაძის განცხადებით ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო კადრები პარტიას მოქალაქემ მიაწოდა. ბოლქვაძე აქვე განმარტავს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის რწმუნებულები კოალიცია ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბუკლეტებს მოსახლეობაში ავრცელებენ. პარტია აღნიშნული ფაქტის ამსახველი კადრების გასაჯაროებას მოგვიანებით გეგმავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს თავად გამგებლის მოადგილე უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ნოდარ თურმანიძის განცხადებით იგი 25 მაისს მეგობართან იმყოფებოდა, რომელიც ოფისის გვერდით ცხოვრობს და არა კოალიცია ქართული ოცნების შტაბში. ხელვაჩაურში დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კონკრეტულად გამგებლის მოადგილე ნოდარი თურმანიძე იმყოფებოდა სამსახურეობრივი ავტომობილით ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში. ამას პლუს სოფლებში სოფლის რწმუნებულები აგიტაციაში არიან ჩართული და არანაწილებენ ბუკლეტებს. ჩვენ ვითხოვთ კანონის შესაბამისად იქნას არა მარტო ნოდარ თურმანიძე, ესე ვთქვათ, დასჯილი, არამედ ნებისმიერი ის ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომლებიც უახლოეს პერიოდში 15 ივნისამდე კიდე შეძლებენ რომ ჩაერთონ აგიტაციაში. მე ოცნების შტაბში არ შევსულ ვარ, მხოლოდ და მხოლოდ მე მყავს იქ მეგობარი ბეგლარ ხოროშვილი, რომელსაც მე ხანია ვიცნობ და გავიარე ჩემ მეგობართან და ეხლა ნაციონალურ მოძრაობას რაც სურს, რაფერს უნდა ისე აშუქონ და ისე ადასტურონ. მაი მათი საქმეა.